გამარჯობა. მე რატი ვარ მუჯური ჟურნალისტი და თადარიგის თავარ სერჟანტთან თორნიკე თვარაძესთან ერთად საუბრობთ ჯარზე. ჩვენი თვალიდან ნახ ჯარზე და რადგან ჩვენი თვალიდან ნახ ჯარზე საუბრობთ, დღეს გვყავს სპეციალური სტუმარი თადარიგის ოფიცერი პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. გამარჯობა ბატონო, როგორ ხართ? მადლობა. მადლობა გამანდელი დღისთვის. სანამ დაიწყებ რატი მეც მინდა თქვა, ანუ როცა მიხსენებია ის სამაყო ოფიცრები და განათლებული ოფიცრები, რომელმაც საფუძველი ჩაუყარეს საოცრის ძალების შექმნას და შემდეგ განვითარებას, ერთ-ერთი სათავეში ვინც არის ბატონი ლაშა არის და მათ შორის ხშირად ვამბობ ჩემი მეგობრების თუ გვისმენენ, აუცილებლად მიხვდებიან ვინ საუბრობდით ერთი ცხოვრება. ანუ ჩემ ცხოვრებაში თუ რაიმე კარიერული წინსვლა ყოფილა, ამას ნეპოტიზმს არ გულისხმობ. სადმე თუ რაიმე შანსი იყო, რომ თუნდაც ჩემი განათლება და იქეთ გამოსადეგარი ყოფილიყო და მე უფრო განვითარებულიყავი, ლაშას დამსახურება მათ შორის ავღანეთში ჩემი წასვლაც ესე რომ თქვა დაძალებით მე მგონი, მაგრამ მაინც გამოვიდა. ავღანეთში მე და ლაშათ ავღანეთში გადავიკვეთეთ და დღემდე ბატონ კონტინგენტის მეთაურს ვეძახი, როდესაც გვაქვს კომუნიკაცია და მადლობა სამსახურისთვის პირველ რიგში და როგორც გითხრათ, რადგან ჩვენი თვალიდან ნახ ჯარზე საუბრობთ, აი რაც თორნიკემ თქვა, დღევანდელი ეპიზოდი ეძღვნება ქართული ჯარის დაბადებას, როგორ დაიბადა, რა გამოწვევების წინაშე იყო, პრაქტიკულად ბრძოლაში დაბადებული არის ჩვენი შეერაღებული ძალები, თავდაცვითი და მე და თორნიკეს ასაკით არ მოგვიწია, რომ ჩვენი თვალით გვენახა ეს ყველაფერი. ბატონი ლაშასთან განსხვავებით და ლაშა მოგვიყვება ამ ყველაფერზე. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, კითხვამდე აქვე მეორე ქართული ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ყავს და აქვე ხუჩა კვარაცხელიას მის ყველა გულშემატკივარ ვარ და ყველას გილოცავთ ამ ძალიან დიდ მიღწევას, სპორტულ მიღწევას და იმედი მაქვს, რომ დიდ სპორტსმენთან ერთად დიდი ადამიანიც იქნება და კიდევ ერთხელ ულოცავ აი ამ მართლა ძლიერ გამარჯვებას და თქვენს გილოცავთ ბატონებო. ბევრი ახალგაზრდის, ესე რომ ვთქვათ, შემართების მიცემი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენი ქართველები ბევრ სამაყო გუნდში ითამაშებენ. აქვე მაქვს ერთი კითხვა თქვენთან ორივესთან, თქვენ თუ იცით, რა საერთო აქვს ქართულ ფეხბურთს და ქართულ ჯარს? ოპა. ადვილი სათქმელი ალბათ არ არის, მაგრამ ფეხბურთი მაშინაც კი როდესაც ჩვენ საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით, იყო რაღაცა ქართული სიამაყის, ქართული ხასიათის სიმბოლო. გამარჯვებას ნიშნავდა რაღაც ქართული ხასიათის გამოვლინებას და გამარჯვებას, აი ეს წარმატებები რაც საბჭოთა კავშირის დროს იმ დიდმა თაობამ მიაღწია. და მე მაინც ყოველ შემთხვევაში მინდა რომ ჯეროდეს, რომ ზუსტად ქართული ჯარიც მისი განვითარებას, მისი როლიც აი საერთაშორისო მისიებში ქვეყნის ამოცანაში გარკვეულწილად არის ქართული ხასიათის და ქართული კოდის მატარებელი ნაწილი. ეს ალბათ ეს არის რაც მათ საერთო აკავშირებს. ეს იდეურ თანხმოთრაზე შეგვიძლია ვაკეთოთ, თუმცა ერთი ფაქტობრივი თანხმოთრაც არის, თქვენ თუ იცით დაგვიწერეთ კომენტარებში, თუ არა და ეხლა ერთ კითხვას გავივლით და მე მოვყვები. ასე ვქნათ, დავიწყოთ. როგორ დაიწყო ყველაფერი? როდის ჩამოყალიბდა, რა არის პირველი დანაყოფები, რა ფუნქციები აქვს? მე მოდი ასე ვიტყვი რა, მე ვიტყვი ის გზა რაც მე საიდანაც მე დავიწყე და მე როგორც გავიარე, ყველას გვახსოვს ჩემი თაობის ხალხს, ახალგაზრდებს ეს დამოუკიდებლობის მოძრაობა 9 აპრილი და ერთ ღამეში შეცვლილი საქართველო და ანუ ერთ ღამეში მასობრივად შეცვლილი აზროვნება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, დამოუკიდებელი ქვეყანა და არა რაღაც საბჭოთა კავშირის თუ რაღაცის ნაწილი, ხო? თუმცა ეს დამოუკიდებლობა ძალიან მძიმე შედეგებად დაგვეწყო სამოქალაქო ომი მათ შორის, რა თქმა უნდა, ომი აფხაზეთში ძალიან მძიმე შედეგი იყო. სწორედ მე პირველად გავიგე 93 წელს ბოლო კლასში გადავდიოდი უკვე სკოლის დამთავრება, რა თქმა უნდა, მშობლებთან ერთად იყო საუბარი, რომ სადმე სწავლა, როგორ გამიგრძელებინა სწავლა. და გავიგე თუ არა რომ სამხედრო აკადემია შეიქმნა და პირველი აკადემია იყო 93 წელს, მას მერე ჩემ თავში სხვა ალტერნატივა აღარც გაჟღერებულა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩემ ოჯახის წევრს ეს თლათ გულზე არ ეხატებოდა და არ მოწონდა, მაგრამ წინაც არ აღმიდგენ პირიქით დამეხმარენ. 16 წლის ვიყავი, როდესაც ჩავაბარე სამხედრო აკადემიაში და ფაქტურად გავხდი შეიარაღებული ძალების წევრი, ხო? რა იყო ახლა ვიღაცამ რომ მეკითხება და მე ბევრჯერ მიკითხია ჩემი თავისთვის ეს, ხო?
აი ძალიან ნათლად მახსოვს, შეიძლება ბევრი რამე დამავიწყდეს ცხოვრებაში, მაგრამ ძალიან ნათლად მახსოვს, რატო გავაკეთე ეს არჩევანი რა. ძალიან მძიმე ტყივილი იყო ჩვენ თაობისთვის აფხაზეთის ომი. ძალიან მძიმე ტყივილი იყო დამარცხება, ძალიან მძიმე სოციალური შედეგები მოიტანა და რატოღაც მესმოდა და მჯერავდა, რომ თუ კი ჩვენ ხალხი ვისაც რაღაც ინტელექტუალური შესაძლებლობა გქონდა, ქვეყანა გვიყვარდა, რაღაცის შესაძლებლობა გქონდა, წავიდოდით ქვეყნის ჯარს ავაშენებდით, ქვეყანაში რაღაც ჩვენ წილს მივიღებდით, გვჯერავდა და დღესაც მჯერავს ხალხთა შორის, რომ სწორედ ამ გზით შევძლებდით, რა თქმა უნდა, დღევანდელი გამოცდილება და 16 წლის ბიჭის გამოცდილება ძალიან სხვადასხვა რაღაცაა, დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, მაგრამ მართლა გულითადად მჯერავდა, რომ სწორედ ეს იყო გზა, რომ ეს ქვეყანა გაგვეერთიანებინა, ეს ქვეყანა რაღაც კარგი და სწორი მიმართულებით გაგვეხადა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი და მძიმე დაბრკოლებები შემხვდა მე პირადადაც ხო ცხოვრებაში და ჯარში სამსახურში ვიძახი. ბევრი რთული მომენტი იყო, ადვილად ალბათ კარგი არც არის, ადვილი ყოფილიყო, მაგრამ რას ვიძახი, იცი რომ ბევრი მიზანი შევცვალე, ბევრი რაღაცა ახალ რეალობაზე გადავჯგუფდი, რაღაც ახალ რეალობას გავუწი ანგარიში, მაგრამ ეს არის ის მიზანი, რომელიც მაშინაც არ შემეცვლა, დღეს უკვე 10 წელია ჯარიდან წამოსული ვარ, მაგრამ ხვალვე რო დადგეს აუცილებლობა, მე პირადად ჩემ თავზე ვიტყვი და რა თქმა უნდა თორნიკეზეც ვიტყვი ამას და ბევრი ძალიან ღირსეულ ქართველია წასული ქვეყნიდან ემიგრაციაშია წასული, სხვაგან არის წასული, რაღაც სხვა სამსახურით ვართ დაკავებული, მაგრამ ამის აუცილებლობა რომ დადგეს, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ნებისმიერ დროს დათ უნდა ვიყოთ, რომ დავდგეთ და ეს ქვეყნის ჯარი დავაყენოთ თავის იმას. ჯარიდან წასვლის შემდეგ მომიწია სხვა ქვეყანაში მრჩევლად მუშაობა, ეროვნული სამსახურის მშენებლობაში მომიწია მონაწილეობა ძალიან მაღალ დონეზე და კიდევ ერთხელ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ჯარი, არა მარტო როგორც სამხედრო ელემენტი და სამხედრო კომპონენტი, რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანია. არამედ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის და საზოგადოების გაერთიანებაში, სხვადასხვა მენტალობის ახალგაზრდების, სხვადასხვა გაგების ახალგაზრდების ერთ რაღაც იდეურ სივრცეში მოქცევაში, ქვეყნის სიყვარულის მიჩვევაში და ქვეყნის სამსახურის სწავლაში. ამიტომ მაშინაც ჯერავს, მიუხედავად ისა, დღეს სამსახურო დღესაც ჯერავს და ალბათ ეს არის ის ჩვენება, რომელსაც ალბათ არასოდეს არ შევცვლი. აი ეხლა რაც თქვა ბატონმა პოლკოვნიკმა, შენ სახსენეს ხო ჩვენს პირველ ეპიზოდში, რომ პირველ მივედიო, მრავალფეროვნება იყო, რამაც ბევრი იყო, ხო, ანუ ხასიათი, კულტურა, ანუ რაც საქართველოს ზოგადად ახასიათებს, ანუ არა ვარ ჩვენ რაღაც ერთი. ყველა კუთხიდან წამოსული ხალხი. ძალიან ხოდა ეხლა რასაც ამბობს, ძალიან იქ ვარ რა, რასაც იძახის, იმიტომ რომ მე რაღაცა პროფესია შენ ხო გადიხარ და ძალიან მოკლე ვადაში გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს თვითონ თავის ძალების განვითარება ძალიან მოკლე დროში მოხერხდა. ჩვენვე იმ ქვედანაყოფებში ბრუნდებოდით ხელმძღვანელობად, სადაც გავიზარდეთ, სადაც ანუ აკადემიაში ხელბაშას თავის ისტორია აქვს, მე წანიში კარანტინის სერჟანტად, საიდანაც მე ლაშამ წავმიყვანა ისე და ანუ ეს იმდენად პასუხისმგებლობით ბრუნდები რა, გუშინ აქ იყავი, დღეს დაბრუნდი და ეხლა შენ რაღაც უნდა შეცვალ, რაც არ მოგწონდა, აი ეხლა აქ ახარ და მიდი შეცვალე რა, ეგ იყო. და ძალიან ჩელენჯი არ მინდა დავარქვა, მაგრამ გამოწვევად იღებ ამ ყველაფერს და ქსიამოვნებს რა. სანამ შემდეგ საკითხზე გადავალ და შემდეგი საკითხი იქნება პირველი გამოწვევები, რის ნაშეს დავდექით, დაპირებულ ისტორიას მოვყვები. ქართული ფეხბურთის და ქართული ჯარიც გაჩნდა ქართულ სახელმწიფომდე. ანუ მე გვარდიას ვიღებ ქართული ჯარის ასე ვთქვათ დაფუძნების ამბად და 90 წლის 20 დეკემბერს მოხდა ეგ ამბავი. ასევე ქართული ფეხბურთის საბჭოთა კავშირს გამოეყო მანამდე, სანამ რეფერენდუმის შედეგები გახდებოდა ცნობილი და 91 წელს ჩვენ ვიტყოდით, რომ დამოუკიდებლობად. ასე რომ ჯარი და არმია მანამდე გაჩნდა ამ ქვეყანაში, გარდა ჯარი და ფეხბურთი დამოუკიდებელი, ვიდრე დამოუკიდებელი სახელმწიფო აღადგინა, ასე ვთქვათ, 91 წელს. ეს არის რაც საერთო აქვს ფეხბურთს და ქართულ ჯარს. ხო. ეხლა მოდი გადავიდეთ, ანუ როგორც შენ ახსენე, რთული წლები გავიარეთ, ხო? და იყო გამოწვევები. რა ტიპის გამოწვევები იყო? ანუ რასთან გიწევდათ გამკლავება? მე ხა ესე როგორც დამკვირვებელი, მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ რაღაცა სტუდენტების პერიოდიდანაც მახსოვს, ყველაფერს თავი დავანებოთ, პრობლემა იყო, სოციალური პრობლემებიც კი იყო, ხო? სოციალური პრობლემები იყო ყველა პრობლემის სათავე. აი მე როცა ჯარში მოვედი, ხალხის დაყოფა არ მიყვარს, მაგრამ მაშინდელ ჯარში, დღევანდელ ჯარში სერჟანტს ძალიან სერიოზული როლი აქვს რა.
იმას მე რაც ჩვენ აი ამერიკელებთან ერთად უნდა დავიწყეთ სერჟანტის როლმა მოიმატა, გაიზარდა და დღეს ალბათ ძალიან ახლოს არის ქართველი სერჟანტი ნატოს ნებისმიერი ქვეყნის სერჟანტთან. როგორც ფუნქცია მოვალეობებით, ასევე იმ პასუხისგებლობით, რაც თითოეულ ადამიანს აკისრია, მაგრამ მე როდესაც მოვედი, მაინც ძირითადი პასუხისგებლობა მაშინ იყო ოფიცრებზე, ქვედანაყოფის ოფიცრებზე. მე შემიძლია ასე ვთქვა, რომ სამი კატეგორია, სამხედრო აკადემიაშიც კი, მაგრამ სხვა ნაწილებთანაც რა თქმა უნდა ქონდა ძალიან მჭიდრო კავშირი, სამხედრო აკადემიაშიც კი იყო ძირითადად დავყოფ ამ ოფიცრების კატეგორიას სამ კლასად და სამწუხაროდ აი ძალიან დიდმა სოციალურმა სიდუხჭირემ მოიტანა ის, რომ ბევრი კარგი ოფიცრის გადინება მოხდა ჯარიდან. ეს ყველაზე რთული ელემენტია რა. იმიტომ რომ შენ გჭირდება ლიდერები, მეთაურები. პირველი რა არის? მაშინდელი ჯარი იყო მენტალურად, სოციალურად, გაგებით, გამოცდილებით საბჭოთა ჯარის რაღაცა ანალოგი, რომელიც შერწყმული იყო ქართულ მენტალიტეტთან რა, რაღაც აი ამ ახალ ქართულ მენტალიტეტთან, ხო, რაღაცა. რა იყო ახლა ეს რას გეტყვით? იყო ერთი კარგი და ცუდი ყველგან იყო, რა თქმა უნდა, მე მაგას არ ვიტყვი, მაგრამ იყო ერთი კატეგორიის ოფიცრები, ესენი იყვნენ საბჭოთა გამოვლილი, საბჭოთა სწავლებელს დამთავრებული სამხედროები, ანუ პროფესიონალი ოფიცრები, სამხედროები, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან კარგი ტექნიკური და ტაქტიკური მომზადება. ერთი მინუსი რატოც იყო ამაში, უმეტესობა, აბსოლუტური უმეტესობა ამ საბჭოთა გამოვლილი ოფიცრების იყო არტილერისტები. ალბათ იმიტომაც მე რაც ქართულ ჯარში საარტილერიო რაღაც. ხო, არა, მაგიტოზე არ ვიტყვი, თბილისის საარტილერიო სასწავლებელი არსებობდა საბჭოთა კავშირისთო და ძალიან დიდ ნაწილს ვინც ჩვენ შევხვდა, ქონდა ეს საარტილერიო სასწავლებელი და ძალიან პროფესიონალი, ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები იმ დროისთვისაც და თანამედროვე შემიძლია გითხრა, რომ ამ თანამედროვე დროშიც ჩვენურად შეასრულებდნენ ამოცანებს, მაგრამ ძალიან დიდი დანაკლისი იყო სხვა სპეციალურ, ძალიან დიდი დანაკლისი იყო სატანკო ოფიცრის, ქვეითი ოფიცრის, საინჟირო და აი ეს სპეციალობები, რომლებიც ყველა ჭირდება, ფაქტიურად არ იყო. არტილერისტი პირიქით ბევრი იყო, ხო? ეს იყო. საბჭოთა ჯარის ოფიცრებს ჰქონდათ თავისებური მიდგომა, როგორც ისინი მუშაობდნენ საბჭოთა ჯარში. ხო, ბევრმა მათგანმა შეძლო და გადმოეწყო იმ რეალობაში, რომ ეს ქართული ჯარია და თვისობრივად და ხარისხობრივად სხვა რაღაცებს მოითხოვს რა. მაგალითად, ცოტა წინ გადმოვხდები დროში, როდესაც 2002 წელს ნადა აღჭურვის პროგრამა დაიწყო, ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო ოფიცრებში, რომ აი ამათმა რა უნდა გვასწავლონ, ჩვენ მეტი ვიცით, ხო, ჩვენ მეტი რაღაცა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მაშინდელი დრო და დღევანდელ დროს ვერ შეადარებ ერთმანეთს. სულ სხვა ქვეყანა იყო 90-იანი წლების და 2000-იანი წლების დასაწყისის საქართველო და სულ სხვა ქვეყანაა დღეს ბევრი სხვა რაღაცის გამო, ხო? ამიტომ ბევრმა ამ ოფიცერმა შეძლო თავის თავზე მუშაობა და ქართულ ჯარზე გადმოწყობა, მაგრამ ბევრს მოუწია უბრალოდ წასვლა, იმიტომ რომ სოციალური პირობები იყო მიუღებელი, ეს ხალხი იყო 40 წლის 30 წელს გადაცილებული, მათ ყავდათ ოჯახი, მათ ჰქონდათ ადამიანური პასუხისგებლობები და ამ უხელფასობას, უმუშევრობას იმას უბრალოდ ვერ გაუძლეს. რამდენი იყო ხელფასი? მე რო დავამთავრე სამხედრო აკადემია 80 ლარი მქონდა ხელფასი და არაფერი. ერთიც პირველი 2 წელი ეს 80 ლარი 6 თვე არ ამიღია, 7 თვე რა, ხო. არა მარტო ხელფასის პირობებით, ზოგადად ანუ ხა მართლა ის ხო არა, რომ ფორმა ჩაიცვა და იჯდე, ან რაღაც ირბინო ხო, ელემენტარული პირობები ხო ჭირდება, აი ბევრჯერ გამიგია ლაშას თაობის ოფიცრებისგან, რომ აი აკადემიაში სადაც ლაშა ესე ასწავლიდა, აი ლაშას სტუდენტებისგან გამიგია, რომ ესე იგი პური იმდენად გაფრჭებული მოდიოდა, რომ წვავდითო, რომ დამწვრის გემოთი გვეჭამაო, ხო ხტები აი ანუ ფეჩზე წვავდითო, რომ მე საჭმელზეც ხო არა მარტო, ბევრი რა, ანუ ამას იმიტომ ვამბობ, რომ გასაგები იყოს ზოგადად შეახდება. ერთი კატეგორიის ოფიცერი. აი მაგას გიკონკრეტებდი, ახლა თქვი რომ სამი კატეგორია იყოს თქო და მოდი სამივე ჩამოთვალე და მე გავშალოთ. ერთი მეორე კატეგორია იყო მე უბრალოდ კრებით სახელს ვიტყვი, რომ გვარდიელები, ყველას გვარდიაში არ ქონდა ნამსეხური, მაგრამ რატო ვიძახი ამას? ეს ხო ჩვეულებრივი ქართველი ჯიგარი ბიჭები, რომლებმაც როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, იარაღს ხელი მოკიდეს. რა თქმა უნდა, ამ მოძრაობას ბევრი მამაძაღლიც მიეტმასნა, მაგრამ ხალხი, რომლებსაც აწუხებდათ ქვეყანა, არ ქონდათ ეს პროფესიული ცოდნა, არ ქონდათ გამოცდილება, მაგრამ იარაღი აიღეს ხელში ქვეყნის თავდასაცავად,
შეუერთდნენ შეერაღებულ ძალებს და ცდილობდნენ მაქსიმუმი გაეკეთებინათ. ამ ხალხს არ ქონდათ ისეთი პროფესიული გამოცდილება, მერე და მერე მოუწია ბევრ მათგანს სწავლას, იგივე ამ კატეგორიის ოფიცრებშიც, იგივე სიდუხჭირემ ნამდვილად პატრიოტულად და კარგად გაწყობილ ხალხს მოუწია სამსახურიდან წასვლა, მოუწია ამ ახალ რეალობაზე მძიმე ადაპტირების გაწევა და ბევრ მათგანმა შეძლო ისწავლა, გაიზარდა და იმ გვარდიელობისგან გამოვიდა, რასაც ქვია, ხო, გამოვიდა და ჩამოყალიბდა ჩვეულებრივი პროფესიონალი ოფიცერი. ბევრი დღესაც იქ არის. ხო. რატო ვიძახი ახლა? ამ ხალხს არ ესმოდათ წესდება, ბევრ მათგანს არ ესმოდათ წესრიგი, ხო? მაგათ ჰქონდათ, არ მინდა ვთქვა ქუჩური მენტალიტეტი, არასწორი ნათქვამია თავის ბუნებით, მაგრამ მაგათ უნდათ აი ესე საქმე გაერჩიათ კაცურად, ვაშკაცურად, ჯიგრულად რა, უსტავნიკი კი აი მე შემხედრია რა ოფიცერი და გამიყვანდა და დამელაპარაკებოდა მე ძმაო, უსტავნიკი კი არა ვარ, შენ შემოგევლე და რა ხო, უსტავნიკი ნიშნავს წესდების მიმდებარე კი არა ვარ, ხო და კიდევ ვიძახი, ეს ჩვენი ისტორია, მე ვერ ვიტყვი რომ ეს სუდათ მაგონდება, იცი რა, არა, ნამდვილად ვერ ვიტყვი ამას. ნუ ის სახდელია რაც მოვიხადეთ. ხო, ის სახდელია რაც მოვიხადეთ, მაგრამ ეს იყო მეორე კატეგორიის ოფიცრები. მესამე კატეგორიის ოფიცრები იყვნენ ჯარში მოსული მარტო რომ მოეპარათ რა. საბჭოთა კი, ყოველთვის იყო მოსაპარი. საბჭოთა კომისარიატებიდან გამოსული ხალხი, რაღაცა ვითომ ტილავიკები ეგრეთ წოდებული, რაღაც ხალხი, რომლებმაც იცოდნენ იმ გაჭირვებულ ჯარშიც კი, როცა არც საჭმელი ქონდა, არც საცმელი ქონდა, არც ფორმა ქონდა, მაშინაც ახერხებდნენ რაღაცა მოეპარათ, მაშინაც ახერხებდნენ თავისთავი გადაერჩინათ და რაღაცა ეკნათ. არც ამ კატეგორიას არ გავაკრიტიკებ, მაინც რატო იცი რომ არ ვიცი, იცი რა, მათი რეალობა შეიძლება მძიმე იყო. ამ კატეგორიის ოფიცრებიდან როდესაც შესაძლებლობა შეიქმნა და ნორმალური ხელფასის მიცემის საშუალებაში ბევრმა მათგანმა მოახდინა. ნორმალური ცხოვრება ჯარში დაიწყო 2002-2003 წლიდან. და აღჭურვაში ძალიან პატარა გამონათება იყო და 2003-2004 წლიდან მე რო შემოვედი აი მე ახლა არ მინდა ჯარის თემაზე ვსაუბრო და პოლიტიკური მიმხრეობა გამოვხატო, მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა მიხეილ სააკაშვილი, უკვე დაიწყო ჯარზე სხვანაირი ზრუნვა. ამ ზრუნვას თავის ბევრი მინუსებიც ჰქონდა და ამაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ უკვე გაჩნდა როგორც ყველა სხვა სტრუქტურაში, გაჩნდა ხელფასი, გაჩნდა პასუხისგებლობა, გაჩნდა ფორმა, გაჩნდა რაღაც შეიარაღება. გაჩნდა ის შესაძლებლობები, რაც რეალურად გჭირდებოდა, ხო? ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ შემდეგი ეპიზოდში, უკვე როგორ მოხდა გარდაქმნა. მანამდე შე რომ მიხვედი ჯარში, აი ეს რაღაც სამი კატეგორიის ოფიცრები დაგვხვდნენ, შენ თუ ხანერას იყო. ან ჩვენ აი მე ესე უყურებდი რა, იყო თურქული, ამერიკული, გერმანული, ცოტა ბრიტანული და ანუ ყოველთვის მოვიწყდება რუსული. აი რუსული საბჭოური. ან და ჩვენთვის ჩვენ როგორც ცნობთ, იცი, ანუ სასროლოზე რო გავდივით, ანუ ჯარისკაცების გამოსაყედან გეუბნები. სასროლოზე რო გავდივით და აი ესე რო ეჭირა იარაღი და ეს ანუ მე შეგვიძლია ავხსნათ. აი ეს რო ქონდა გამოწეული, ამბობთ რომ საბჭოთა იყო ჯარში. ჯემალა იყო საბჭოთა პრაპორშიკი რა და ეხლა ჩვენ ვიყავით 118 კაცმა დავამთავრეთ კურსზე და ჯემალა იყო ყველასთან უკვე ახლოს. მისი მოვალეობა იყო ჩვენი აღზ და აბანოში წაყვანა, თელი ასეული მივყავით აბანოში ყوازზე ხარ. საჭმელზე რო დავსწრებოდით, ყაზარმა რო დასუფთავებული ყოფილიყო სასროლეთზე, გაკვეთილები რო არ გაგვეცდინა და ნუ ყველაფერი სერჟანტი ეგ იყო. ხო, ყველაფერი იყო ჯემალა რა, ფუნქციურად როგორ გამო. ხო და ნუ გარდა მაგისა ჯემალა იყო მამისტოლა კაცი ხა 100 მეთაური მაინც ახალგაზრდა ბიჭი იყო რა და მამა ჩვენი სწველა ხალხი იყო და ხა არ დაუწყებდი ხა მამისტოლა კაც რაღაცა ჩვენი თავო მაინც ეგრე ვიყავით რა ხა არ დაუწყებით ენის შებრუნებას და რაღაცებს და ხო და მაშინ ვერ ვგზნობდი იცი მაშინ ვერ ხვდებოდი ხო ამ ჯემალას ფუნქციებს რა აუ რა გაგვიჩმა ხან სტარშინავ რა უნდა ეგეთი ტერმინოლოგია არსებობდა რა და როგორ იცი რა მახსოვს გავხდით ოფიცრები რა ხო და 20 წლის ვარ რა ლეიტენანტი ვარ 20 წლის მეთაურად დამნიშნეს და იმავე ასეულში იგივე ზემდეგი არის იგივე ჯემალა რა არაფერი არ შეცვლილა ხო და ეხლა ჩვენ რო გავხდით ოფიცრები ვინც მივედით უკვე გადავწყვიტეთ რომ ესეთი მიდგომა რაც ჩვენ დროს არსებობდა რადიკალურად შეგვეცვალა ანუ
ერთმანეთისთვის მიგვემართა ბატონო ლეიტენანტო, ანუ დასუფთავება, ეს წესრიგი ყველაფერი ყოფილიყო ის კი არა ვინ მოერევა, არამედ განრიგის მიხედვით დაგვეცვა წესდება და ეს საიდან მოდიოდა, ანუ იყო ეს კულტურა გახვდა თქვენ უკვე ქმნით ამას. გარკვეულ ხარს ქონდა, გარკვეულ ხარს არ ქონდა, ჯარში არ იყო. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სადაც ჩვენ ვიქნებოდით, ყველაფერი გაკეთებულიყო წესდების მიხედვით და პირველ რიგში ჩვენ ყოფილიყავით მაგალითი, მიგვეცა, არ გეტყვი დიდი გამოცდილება გქონდა, მაგრამ აი ღმად გვწამდა, რომ ამის გულისთვის ბრძოლაც ჯირდა ომი, რომ აი ახალი თაობის ოფიცრებს ეს წესრიგი ენახათ და არ ენახათ რაღაც ძველ ბიჭური გარჩევნები და კაი ბიჭი ვარ და ტაბურეტკის თავში ჩართო. თუმცა იყო ეს მაინც, ხო? არა, ეს რა თქმა უნდა იყო, ჯარში რომ ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ჩვენ გვინდოდა რომ ასე ყოფილიყო. როდესაც ლეიტენანტი გავხდი, ხო? რაღაცა ახალი კურსი მივიღეთ, ფორმებს ვარიგებთ და ახლა მე ჩემი საქმე მაქვს რაღაც რუღას, ხო? მე ხლა ჯემალას როცა ჩემი უფროსი იყო, მაშინაც ბატონოზე მდეგოს ვეძახდი და მე რო სარდალი გავხდი, მაშინაც ბატონოზე მდეგოს ვეძახდი რა, ანუ ესეთი მიმართვა გქონდა და ცალკე ყოველთვის ჯემალას ვეძახდი რა, ცალკე როცა ვიყავით და თვითონაც ეს მამაშვილი დამოკიდებულება მქონდა, ხო, ყველასთან. ეხლა გავხდით ოფიცრები რა, ხო ხვდები და ახალ კურსამ ჩვენ ახლა ოფიცრებმა მოვილაპარაკეთ, მაგრამ ჯემალასთან ეს არ შეგვითანხმება, იმიტომ რომ მას ეს არც უნდა ამის თქმა, მან იცოდა რა უნდა ეკეთებინა რა და რაღაცას ვანაწილებთ ხალხს და მე ვთხარი ბატონოზე მდეგო მეთქი რა, აი ამ 20 წავიყვანე და თქვენ იქნება ფორმებზე იმას აქნათ მეთქი და გვეხმაროთ მეთქი, ხო? ისე უთხარი, აი როგორც ძალიან თავაზიანად და მეგობრულად. მოტრიალდა ჯემალამ რა და სრული მხედრული სარამე ამიღო და არის ბატონო ლეიტენანტო მითხრა რა და ეს გააკეთა სრული სერიოზულობით რა. ხო და აი ძალიან მეხამუშა რაღაცნაირად იცი ვერ მივხვდი. მე პირიქით რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ მივხვდი ეს რატო გააკეთა რა. მოტრიალდა და წამოვედა. თავიდან ისიც კი გამიქნები ხო არ დამციდა რა, რაღაცა ხო არ იმას აქნა და ველოდებოდი რომ საღამო მოსულიყო რომ მარტო გამომეჭირა და გამოვიჯე მე ვთქვა ჯემალ ეს რატო გააკეთებით კი. მე მითხრა შენ ახლა ლეიტენანტი ხარო რა და აბა მე თუ არ ავიღებ ხედრულ სალამს და მე თუ არ მოგცემო სხვები რა სიტყვიანო ეხლა უკვე უფროს შენახარ და მიეჩვიეო რა მე მითხრა ხო და სხვადასხვა ძალიან ეს ერთი დღე რაღაც მომენტები მახსოვს ფრაგმენტულად რა და თუ ვინმეს ვერ გავიხსენებ შევეცდები სხვა გადაცემებში გავიხსენო რა თქმა უნდა მაგრამ ეს ერთი დღე იყო აი ძალიან გადამწყვეტი ჩემთვის და სამწუხაროდ არასდროს არ მომიწია ჩემ აღზრდილ ოფიცრებთან და ხელქვეითაც სახურად, მაგრამ თუ როდეს მე მომიწევს, ხო, პირველ რიგში ამას დავიცავ აუცილებლად რა. იერარქია მნიშვნელოვანია. ხო, არა, იმიტომ რომ იმ კაცმა, მამისტოლა კაცმა ერთი ჟესტით ყველას აჩვენა მაგალითი, რომ ესენი კი არიან ჩემი აღზრდილები, მაგრამ დღეს ესენი არიან უფროსები და თან ისეთი პერიოდი მოგვიყვა ისეთ პერიოდის ამბები, რომ მაშინ მხოლოდ ეგ გქონდათ მე მგონი, ანუ დანარჩენ სხვა არაფერი არ იყო და ამასთან ერთად აი გასაგები რო იყოს ახლა შეიძლება ვიღაც ისეთი გვისმენდეს. ახლა მე რაც ვიცი, იმას ვიტყვი. ბატონო ლაშა იყო პირველი ქართველი ესე იგი მაღალი ოფიცერი კონტინგენტის უფროსი ავღანეთში. რომლის სერჟანტიც მქონდა პატივი და ვიყავი მე. ასევე სამხედრო განათლების სარდლობის სარდალი ვიყავით. კიდევ ანუ თქვენ რო გააგზავნოთ ბარემ რო თქვათ ვიყავი 20 ეულის მეთაური 100 არა ეგ თავისთავად ჯარისკაცობით ძალიან ცოტა ოფიცერი ამის მოდის მაგას უფროსისთან და ვიყავი ამერიკაში კურსების გავლის შემდეგ ვიყავი ტაქტიკური მომზადების მასწავლებელი სამხედრო აკადემიაში ვიყავი და აი წმა და აღჭურვით დაიწყო ჩემი ძალიან სწრაფი აღმასვლა სხვათა შორის ნანობ ძალიან ახალგაზრდა ვიკავებდი ძალიან დიდ და საპასუხისმგებლო თანამდებობას და ეგ თამდევი იყო წერაც ვახსენე რომ უცებ მოხდა მაგრამ რა არის იცი რომ კი გულს და სულს და ჯიგარს ვდებდით ეს ქართულად რო თქვა მაგრამ ჯარი მაინც გამოცდილებაა რა გამოცდილება ეხლა მე ვიყავი 24 წლის ბატალიონის შტაბის უფროსად რო დამნიშნეს არ მქონდა ეს ადამიანური გამოცდილება სხვა ვინ უნდა ყოფილიყო იყო მაგის მე ვერ ვიტყვი რესურსზე მესურსზე მე ვიტყვი ჩემ თავზე რა ალბათ უფრო ნელა და უფრო მეთოდურად რო განვითარებულიყავით, უფრო კარგი იქნებოდა რა. ბევრ რამე შეგვიძლია ეგრე სამწუხაროდ აი მაგ დროს შე როცა მომბობ რომ ჯარში მოხვედა თან დახჭურა და არ იყო ბევრი ისეთი უფროსი ოფიცერი რომლისგანაც არც სერჟანტი მithumeდა რა თქმა უნდა სერჟანტი საერთოდ რომლისგანაც მიხვიდოდი და ბევრ რამეს ისწავლები იყვნენ ძალიან
მაღალი დონის ოფიცრები, რომლებსაც ახლა ისე ყავთ, მაგრამ ბევრ ამას ვერ ისწავლით. ამის ფუფუნება უკვე როგორც ოფიცრებს ძალიან არ გქონდა, ცოტა გქონდა, ხო? ძალიან ვიყავი თელავისში 111 ბატალიონის მეთაურად, ახალგაზრდა ვიყავ, ლეგენდარული ქვედანაყოფის ბატალიონის, ხო, ბატალიონის მეთაურად რო დამნიშნეს, ხო? და ყველა თანამდებობა რაც მეკავა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილით დამთავრებული, ყველა თანამდებობაზე ვიყავი ძალიან ახალგაზრდა ასაკით, ძალიან ახალგაზრდა წოდებით და ბევრი სხვა რამით და დღეს რო გავდივარ ჩემ გავლილ გზას რა, ჩვენ ალბათ ნორმალური ჯარი ყოლო და სისტემური ჯარი ყოლო და მე ისე ვიქნებოდი და ანუ ჩემთვის როგორც სისტემობამ ძალიან დაგვაზარალა. ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის რომელიც წლებია ამ სფეროს აკვირდება და თვითხილველი არ ვარ, მაგრამ დამკვირვებელი ვარ, ძალიან გულდასაწყვეტია და ამას ვამბობ, რომ თქვენ ორი დღეს ჯარში აღარ ხართ, ეგ ჩემთვის რაღაცა აუხსნელი ამბავია, როგორ მოახერხეთ ეგ ამბავი. მაგრამ კაი, მაგას არ ჩავუღმავდეთ. ტაბურეტკები ახსენე და სხვა პრობლემებთან ერთად მე მინდა გამოვყო ზედავშინის პრობლემა. ჩემი აზრით და პრინციპში იმანაც გვაჩვენა დრომაც, რომ აი თქვათ ამ უსახსრობას ეშველა ფული შემოვიდა, შეერაღება შემოვიდა, ფორმა შემოვიდა ყველაფერი. თუმცა ზედავშინა მაინც უფრო მენტალური პრობლემა არის და აი მოდი ესე გავყოთ ასე ვთქვათ რა. შენ მოგვიყევი როგორი ზედავშინა დაგხვდა და რა იყო ზოგადად ზედავშინა და მე ორივე ერთად როგორ დამარცხდა ეს ამბავი მაგაზე. მე თამამად გეტყვით, რომ ქართულ ჯარს ზედავშინა არ ყოფილა, მე რომ მოვედი. ამას ეთქვა, კაი ბიჭობა. ხო, რას დავარქმევთ? ეს იყო ჩვეულებრივი ქუჩა. მას შორის სამხედრო აკადემიაშიც, ყველა სამხედრო ნაწილში იყო შეჟონილი. ნელ-ნელა მე მოხდა ამის ნელ-ნელა მოხდა განდევნა, დეგრადირება, ნელ-ნელა და ძალიან დიდი დრო დაჭირდა, ძალიან დიდი დრო დაჭირდა. მოდი შევახსნათ რა იყო. არა, რა იყო რა, გარკვეული ტიპის ახალგაზრდები, ვისაც ჰქონდათ გამოსტილება ქუჩური მენტალობის, ხო? ქუჩურად როგორ გაერჩიათ საქმე, ჩვეულებრივად ქურდულად გაგირჩევდნენ საქმეს, ქურდულად მოგთხოვდნენ რა თემებზე? ნებისმიერ თემაზე რა. რაც ქუჩაში ხდებოდა რა. ჯარი ხო სხვა რამე არის, ანუ გავიგე, მაგრამ კიდევ ვიძახე, არ იყო საკმარისი რაოდენობით ოფიცრების დიდი ნაწილიც მენტალურად აფთულად ძველი ბიჭი იყო. საბჭოთა ოფიცრებისთვისაც მისაღები ტერმინი იყო ეს ზედავშინის გამო, რომ ვიღაცა 1-2 კაი ბიჭისთვის ჩაებარებინათ პალაჟენია და იქ ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო, ჩეპი არ მომხდარიყო, ვიდრე წესრიგით ემართათ და თავისთავი დაეხარჯა დღე-დაღამე და ხალხის აღზრდაზე ემატა. ამიტომ არ იყო ნაკლებობა იყო, ამიტომ მოდიოდნენ მე როგორ იცი, აი თუ დაგალაგებინებენ ჩმორიკი ხარ, თუ დაგასუფთავებინებენ, ხო, ესეთი გაგება იყო. ხო, მე თამამად ვიტყვი, რომ იმ კურსზე სადაც მე ვისწავლე, ხო? კი, ყველგან იყო ძალმომრეობა, მაგრამ ჩვენთან შედარებით, გაცილებით ნაკლები იყო და გაცილებით კარგი ურთიერთობები იყო და ჯანსაღი და მეგობრული რა და აი მაგალითად რომ ვასუფთავებდით საძინებელს განრიგი ქონდა გაკრული და ყველა ვასუფთავებდით და ყველა მონაწილეობდით ამაში. მერე ჩვენ რო ოფიცრები გავხდით, ნუ ეს შევეცადეთ რომ მოგვეკლა, მაგრამ იცი რა არის ჯარი, ნუ გონიათ რა, ყველას გონია რომ რაღაცა განყენებული, რაღაცა აკვარეულში. არა, ჩვეულებრივი საზოგადოების ნაწილია, რა მენტალობას ქუჩაშია, საზოგადოებაშია, ის მენტალობა შემოდის ჯარში. უბრალოდ თუ კი ძლიერი ლიდერშიპი გყავდა, ამას ვებძოდით, და კულტურა. ანუ კულტურა რაღაც ხონდა დახვდეს, ანუ ის ადამიანი რომ შემოდის, თუ კულტურა არ ხვდება, რაც მას მოწამლავს ესე. ძირითადად ეს მაინც ესეთი ის გამოიწვია აფხაზეთის ომში ბევრი ადამიანი წავიდა იომამ, ქუჩური მენტალიტეტის ადამიანი, ხო და ეგ იყო 90-იან წლებში, ქუჩაშიც ეგ იყო ჯარი, პოლიციელებიც ეგეთი ტიპები იყვნენ, რომ შეგხვდებოდნენ ძველ ბიჭურად გელაპარაკ. ანუ ეგეთი ქვეყანა ვიყავით მაშინ რა, ეგ არის თელისი. არ იყო ეს, ამას ძალიან დიდი დრო დაჭირდა, რომ გამოგვესწორებინა რაღაც. მე ვერ ვიტყვი, რომ მე გამოვასწორე, ან იმან გამოვასწორა, დრო დაჭირდა, სახელმწიფოს მიდგომა დაჭირდა. დღესაც არის ალბათ რა. კი, ანუ გარკვეულწილად დღესაც არსებობს. არ ვიტყვი, რომ ბოლომდე აღმოფხვრილია, მაგრამ ის რაც იყო 94 წელში და რაც იყო 2014 წელში, ამას შორის ძალიან დიდი რადიკალური განსხვავება იყო და პროგრესი იყო, ხო? ესეთი მენტალობა ძირითადად რა თქმა უნდა შემოვიდა რუსული საბჭოთა ჯარიდან, შემოყვა და დახვდა ქართული ქუჩური მენტალიტეტი ამას რა. ეს ორის შერწყმა იყო. ეხლა მაგალითს მოგიყვებით, გაუბახში ერთხელ ვარ ნაჯდომი რა. მე ბატონ ჯიმიზარიძე 10 დღე ჩამსვა რა. 5 ოსანი კი ვიყავი, მაგრამ მაინც ჩემი ბრალი იყო დავაშავე და ჩამსვა სრულიად მართებულად. მაგას არ ვიძახი. რას ვიძახი, იცი რომ
როგორი რაღაცა იყო, იცი, აი. ნუ ფილტრავე ხარ, პირდაპირ მოხევი როგორც იყო. აი გაუბახში რო ჩაქსვავდნენ, ხო, გაუბახშიც ეგეთი პალაჟენია იყო, სპორტში ამ სიტყვის ხმარებისთვის. იყო ვიღაცა კაი ბიჭები და იყო დანარჩენები, ვისაც ჩაგრავდნენ, ეს სახელი არ მინდა ვიხმარო, ხო? ხო, ამ კაი ბიჭებს ყავდათ გლავარი რა, როგორც ქურდი, ოღონდ ერქვა მამასახლისი რა. ხო და სერიოზულად გეუბნები რა. ჩვეულებრივი შავი გაგების დამახინჯებული რაღაცა ორგანული ისინი არსებობდა რა. თან ფორმა გაცვია. ხო და ამას ამ დროს ფორმა გაცვია რა. გარკვეულწილად კიდევ ვიძახი რა, იყვნენ ოფიცრები, რომლებიც ამას ებრძოდნენ, მაგრამ ძალიან რთული იყო ამის გაკეთება, იმიტომ რომ სისტემა ამას არ ებრძოდა. იყვენ რატო ჩაქვის გაუბახში? რატო ჩაქვის გაუბახში? არა, როგორ არა მიდმოხარ? სვავდი რა. სტუმარი ჩამომივიდა ჩემი ძმა რა. ხო და აუ ბატონ ჯიმი თუ უყურებს, ამას ალბათ ეს გაახსენდება რა, ხო და მე აი ყველა დაეთანხმება ჩემი კურსელი, გამოვირჩეოდი იმით, რომ კარგად ვსწავლობდი და არაფერს არ ვაშავებდი, არ ვიყავი რა. ესეთი და დამშავებელი პიროვნება არ ვიყავი რა. ხო და ჩამომივიდა ჩემი ძმა სტუმრად და ჩემ მეგობრებმა რომ დაინახეს ახლა რაღაც გადავწყვიტე რომ დაგვეპატიჟა და რაღაცა შეგვეჭამა და თითოჩიკა დაგვილია. ეს სასმელი რა თქმა უნდა ეს ჩვენთან ხდება ხო თბილისში აკადემია სამხედრო აკადემიაში თავის სამის რაც არის. მეოთხე კურსზე ვარ თუ მესამეზე აღარ მახსოვს რა უკვე ჩამოყალიბებული ისა ვარ რა ოფიცერი ვარ თითქმის რა და ესე მიყურებენ უკვე რომ ამისგან რაღაცა გამოვა რა ასე ვთქვა და ვიღაცა საიდანაც ნუ ეს ჯიმის თვალს არაფერი არ გამოეპარებოდა ეგეთი ტიპი იყო გაიგო რა და დაგვადგა ისეთ შენობაში ვიყავი წეს არავინ არ უნდა დამდგომოდა და დაგვადგა თავს და ყველანი გაიქცენ და მე ვერ გავიქეცი და იმათზე არ გაბრაზდა იმიტომ რომ მაგათ როგორ უყურებდა როგორც ხულიგნებს და აი მე რო დამინახა რომ არ ღვევდი ძალიან გაბრაზდა ეწყინა ხო არა ძალიან გაბრაზდა აი როგორ გაბრაზდა იცი და 10 დღე ჩამსვალ ხო და არა ბეკუთნო და კარგი გაკვეთილი მივიღე პრობლემა არ არის მე ჯერ შეგადაგილები მე ჯერ შეგადაგილებია არა იცი რა ერთი ორჯერ დავიღებია მეც დამირღვევია ყველაფერი ანგელოზი ნამდვილად არა ვარ მაგრამ არა როგორ იცი უნდა აგიხსნა რომ მიხვდე კარგად ახლა ოფიცერი რო გავხდია დავამთავრე 2 წელი აქ არ ვსაუბრობ 2 დღეზე არ მქონდა შესაძლებლობა რომ ბინა მექირავა სადმე მეცხოვრა რა კი მყავს თბილისში ახლა ბიძა რაღაცა შემეძლო რა თქმა უნდა და დიდი სიამოვნებით მიღებდნენ ესეთი რეალობა იყო და ხშირად ვჩებოდი ბიძაჩებთან რა თქმა უნდა და ბიძები უпростоრად ერთი არა მაგრამ უკვე დამოუკიდებელი ადამიანი ხარ და არ გინდა რომ სადღაც ამიტომ 2 წელი და მეტი თითქმის ხო ჩვეულებრივად ყაზარმაში ვცხოვრობდი იყო თქვენი სახლი ხო სახლი იყო რა ხო ხვდებით ანუ დგებოდი დილით მათთან ერთად ვარჯიშობდი თუ ვარჯიში იყო სასადილოში მათთან ერთად იგივე რამეს ვჭამდი რასაც ისინი ჭამდნენ ხო და ეხა ახალგაზრდა კაცი ხარ 20 წლის ვიყავი 21 წლის ხო ისიც გინდა ახლა ყველაფერს მომაყოლებ რა ხო და დალევაც გინდა გამულავებაც გინდა რაღაცა საერთო კულტურა ხო და რაღაც ფარგლებში მეც ვარ ღვევი წესდებას კაი გაუბახზე მოყევი და მე რო უკვე შენზე გადმოვიდა არა არ მინდა გაუბახზე აღარ საკმარისი მოყევი ან შენ როგორ მდგომარეობაში დაგვდა ეს სიტუაცია ესე ფესვგამდგარი იყო ყველას გეხებოდათ როგორც მაშინ თუ ანუ როგორ ეხა მე მინდა მჯეროდეს და იდეაში მჯერა რომ ეხა აღარ არის ეგ. არა, ერთ რამეს ვიტყვი რომ თორნიკე რომ მოვიდა უკვე ჯარში, ხო? თორნიკე მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც მოვიდა. უკვე 1 და 2 ძიმეთაობა უკვე გამოცვლილი იყო, ანუ ის აფხაზეთის ომში ნაომარი ტიპები, რომლებსაც თავისთავი ეგონათ ელიტური ხალხი, ხო? და ყველა უნდა დაეჩაგრათ, ხო? ვიღაცები, ხო? ჯარისკაცებს ვსაუბრობ. ეს ხალხი უკვე აღარ იყო, გასული იყო. ეს რო ჯარში მოვიდა უკვე წნადა აღჭურვა იყო დაწყებული უკვე იქ თუ მსახურობდი უკვე კარგი ხელფასი გქონდა უკვე სტაბილურობა ოფიცრებიც ახლა ახალგაზრდა გამოცდილი ოფიცრები იყვნენ ძირითად ქვედანაყოფებში უკვე ჩვენს ახალგაზრდა ოფიცრებსაც მე მინდა აღვნიშნო ძალიან მაღალი ნდობა გქონდა ხო მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო დავით თევზაძე გენერალური შტაბის უფროსი იყო ჯონი ფირცხალაიშვილი ხო ეს ორი ადამიანია ხო განსაკუთრებით გენშტაბის უფროსი ვიტყოდი იმიტომ კი იყო საბჭოთა განათლების ოფიცერი მაგრამ როგორც იცი ალბათ უნიკალური როლი ითამაშა ამ წნადა აღჭურის ხარდაჭერაში როგორც მაშინდელმა გენერალური შტაბის ანუ ესე რომ ჯარში მოვიდნენ უკვე ახალგაზრდა ოფიცრებს კარგად იყვნენ შერჩეული
დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ როგორც სამინისტროს მხრიდან ისევე გენერალური შტაბის. ანუ აღარ იყვნენ სადღაც მიტოვებული ყაზარმაში. ეგ არის როგორც ოფიცრები ხედავდით. ეხლა მოდი გავიგოთ რას აბსოლუტურად კი. ცვლილება ძალიან დიდი იყო აქ, ამას ვერავინ ვერ იტყვის. ცვლილება იყო ძალიან დიდი. ეს არ იყო იდეალური მდგომარეობა, ეს არ იყო კარგი, ვერ ვიტყვი, მაგრამ და ის რაღაც ქუჩური ფესვები, იგივე რუსული ჯარის ფესვები, ეს ყველაფერი ისევ არსებობდა, ეს პროცესი იყო, მაგრამ გაცილებით ძალიან გარდამავალ პერიოდში მოუხდა ზუსტად. მოუხდა ახლა ეს რომ მოვიდა ჯარში, მე ამერიკაში სასწავლებელი დამთავრებული მქონდა უკვე რა. ანუ ისეთი ხალხი უკვე არსებობდა, ვისაც უნდოდა ცვლილება, უნდოდა რომ რაღაც დრამატულად კარგისკენ შეეცვალა. შესაბამისად გარეთ საზოგადოებას, ანუ წეგანაც ვახსენეთ, ანუ გარეთაც უკვე ცვლილებები დაწყებული იყო. ანუ აღარ იყო ის გაჭირვება, ის მენტალობა, ანუ ჩვენ მაინც ჩვენი გაჭირვება ქონდა, ჩვენი რა თქმა უნდა გვაყდა ეს უფასოვნება არ იყო, მაგრამ მე რა შევესწავლეთ, მე უკვე აი თითქმის ბოლო ნაბიჯები დავინახე, გავაცილეთ, ესე რომ ვთქვათ, მაშინ ალუდა იყო, მაშინ კიდე არ იყო ალუდა კოპალიანი ან მთავარი სერჟანტი, არც ქონდა ეგ თანამდებობა, მაგრამ იყო პირველი ბრიგადის სერჟანტი, მეორეში, მაშინაც თქვენ იყავით იქ მეთაური და ესე იგი მან შევეცვალეთ ერთ-ერთი ბატალიონი იყო, ანუ ბატალიონი, ნუ ერთ-ერთი ქვედანაყოფი, სადაც შემორჩენილი იყო რაღაცის გამო, ანუ ის მენტალობა, რომ ჩვენ არ დავალაგებთ. აი უბრალოდ არ დაალაგების პრობლემა. დაალაგების პრობლემაზე იყო. ნუ შიდა, ანუ როცა ამას ვამბობ, ბევრი სხვა პრობლემებიც მოყვება, იმ სიმძაფრით არა რაც ახლა ლაშას პერიოდში იყო. და მახსოვს აი ესე მე ალუდამ და დანარჩენ ჩვენ სერჟანტებმა, რომელმაც უკვე ვიცოდით, რომ ეს ბოლო უნდა გაგვეცილებინა, ასე რომ ვთქვათ. მოახერხა, რომ ამ ბიჭებმა ისწავლეს, ესე რომ ვთქვათ, თავიანთი ოთახის მინიმუმ დაალაგება. არა, ხო, ეს იყო სწორედ ქუჩური მენტალიტეტიდან შემოსული, იმიტომ რომ რაღაცა მექანიზმი უნდა ეპოვათ, რომ დაეჩაგრათ სხვა, რა. დაალაგება იყო ახლა. არ იყო განათლება. ხო, ახლა შენი საძინებელი როგორ არ უნდა დაალაგვა. დღეს რა სასაცილოა ეს ყველაფერი, მაგრამ მაშინ ეს არ იყო სასაცილო. გაქვთ რამე მაგალითები, როგორ იბრძოდით ამის წინააღმდეგ? ანუ იყო, აი თუნდაც ეს დაალაგებაზე იყო, რომ ესე იგი ალუდა იყო, ესე ტელეფონში ვიდექით მახსოვს დანარჩენი სერჟანტებიც და ნუ ეხლა ყველა წარმოიდგინეთ თელს ქვედანაყოფში, ყველა უკვე მივედით იმ აზრამდე, რომ სადაც ცხოვრობს შენ უნდა დაალაგო, შენი ტანსაცმელი შენ უნდა გარეცხო, მოიწესრიგო თავი და ანუ არ არის ის, რომ მე არ შევსწრებია, რომ ვინმეს გაერეცხა ვიღაცას, მაგრამ ეს არ არსებობდა. ეგ უბრალოდ დედავშინური იყო და აქ დედავშინურს ვიძახი რა. მე ჯარში ვიძახი, სადაც შეიძლება ოფიცერი შეიძლება ვერ ენახა ეს. შეიძლება გაეგო, მაგრამ უშუალოდ ეს შესწრებაზე ხე მე სერჟანტ ყოფილა და ისეთ რაღაცები ხდებოდა ჯარში, რომ ვერ წარმოვიდგენდი, რომ შეიძლება ეგ მე გამეპაროს, ხო? ან ცუც არ ვიძახი ისეთი რა, გაუგებროვებ. და ამ შემთხვევაში აი მაგ მომენტში ეს პირველი ალუდა იყო, რომ ვინც თქვა, რომ მოკეთ ხეთ ჩვენ დავალაგებთ ამას. და აბა ერთი კაი თქვენ არა. იგივე მაგალითად. რომ თქვენ არ დაალაგოთ რა. და მეორე იყო კიდევ ესეთი, ანუ ჩემდა გასაკვირად ეს იყო, ჩემთვის და ფიქრობ დღეს უკვე სტრატეგიულად ისეთი მნიშვნელოვანი ჩავარდნა გქონდა მაგ საკითხში. წარმოიდგინე, კონტაქტი იყო დაკარგული ჯარისკაცებსა და ოფიცრებს შორის. ეგეთი რამე ხდება ყოველთვის მაგ დროს, როდესაც მეთაური იქ ადგილზე მყოფი მეთაური, გოცეულის მეთაური, ასეულის მეთაური, არ აქვს იმხელა გამოცდილება ავტორიტეტის სერჟანტს. არა, ეგ ყოველთვის მადიბუდებს, იმიტომ რომ ოფიცრების და სერჟანტების აბა მიდიხარ. არა, ქუჩიდან რო შემოდის ესეთი მენტალიტეტი, იქ ჭირდება სწორედ კარგი სერჟანტი, კარგი ოფიცერი, რომელიც და კულტურა, ხო, მარტო სერჟანტის ასეულს დახვდეს. რა, შეცვლის პირველივე დღიდან დააწესებს თანასწორობას, დააწესებს, რომ ეს არ არის რაღაცა. ზუსტად ეგ არის მაგის მოვალეობა. ეს არის მაგის მოვალეობა, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი ოფიცერი, ბევრი სერჟანტი იყო ისეთი, რომელსაც ეს არ ესმოდათ როგორ გააკეთებთ, თვითონ იყვნენ ეგეთი მენტალობის გამიგე. ადვილი იყო ვიღაცა ერთი კუნთმაგარი ტიპისთვის ჩაებარებინათ ყველაფერი და აი ყოველთვის პრობლემა ხდებოდა. აი რისი თქვა მინდა, აი იყო მე შევსწრები ვარ ესეთ მომენტს, რომ ჩემთვის ხანაა იყო მე ამერიკაში ჯერ კი არა ამერიკაში კურსით უკვე დამთავრებული მაქვს საზღვაოქვეითებთან, სადაც ეგეთი რაღაცები ხდება, რაღაცები არის თავის ჯარს არა მარტო ადამიანები, აი კაცები, სადაც ვიკრიბებით ბევრი, ანუ იქ ყოველთვის არის რაღაცა ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე, რაღაცა ჩაგრული, ან დამჩაგრავი ხასიათი, რაღაცა ეს მოკეთ მენჰუდს აქვს ეგ, მაგრამ ჯარში მით უმეტეს, ხო? და ესეთი სიტუაცია იყო უკვე, რომ მე ვერ მართლა არ მისმოდა ეს, რომ ერთ-ერთი საკმაოდ მაღალი თანამდებობის სერჟანტი
როცა ებარა ქვედანაყოფი, მისი მენტალობა დღემდე ვფიქრობ, მაშინ იმიტომ აკეთებდა, რომ ვინმეს რამე არ ეთქვა თუ მართლა ეგრე ჯეროდა, ანუ არ ესწრებოდა თათბირს. სადაც ოფიცრები იქნებოდნენ, იმიტომ რომ მე ოფიცრებთან ხო არ დავჯდები. პირველად ეგრო გავიგე პირველად რომ მე ოფიცრებთან ხო არ დავჯდები, მან მივხვდი რომ რაღაცები წაგებული მქონდა იქ, იმიტომ რომ ეს თუ არ დაჯდა ოფიცრებთან, რომელიც გეგმავს და ჩვენ დავალებას გვაძლევს ცოლის ველზე ან სწავლებას გვიგეგმავს, მაშინ ვინ უნდა გამოიტანოს ეს ამბავი, იმიტომ რომ სერჟანტი და ეს სერჟანტი ძალიან ძლიერი იყო შესრულებაში, დავალების შესრულებაში. დავალება არის ის? ხო და იცი რა, თვითონ, ეგ იყო დაბრკოლება, რომ ვერ შედიოდა, ეგ მენტალობა არსებობდა. მენტალური ის ვერ გადალახა რა, როგორც მოვიდა ჯარში 90-იან წლებში და კაი ბიჭი ჩაიდო თავში, კი გაიზარდა ის, მაგრამ სხვადასხვა ქვედანაყოფებში. გაუშვეთ გავიგე, ოფიცერთან ერთად ჯდომა რატო არ იყო კაი ბიჭური? ხო და ის კარგად ახსენე რა, კაი ბიჭური არ იყო. გესმენდა რა შენ თქვა თავიდან, რომ ეს ქუჩა იყო შემოსული მაქსიმალურად, რაც შეიძლებოდა, იმიტომ რომ სხვა კულტურა ჯარში არ ხვდებოდა, არ ხვდებოდა ის. არა, ქუჩაც რაღაც დამახინჯებული ფორმით. ხო, ქუჩასაც ახლა თავისი უკვე დამახინჯებული ფორმაში ადამიანი ამ რაღაცა გაუგებარ აბსოლუტურად ფორმაში კაცია და კანონია და რაღაცას დაუწერებს, ხო, მისდევს რაღაცას ღირსებასთან ახლოს არის და ამ შემთხვევაში ეს იყო, ბოლო ნარჩენებს უყურებდი, რომ ეს არ იყო მისაღები. ჩვენ მე არ გადამიღია ეს, არ მithkons რომ რა მაგარი ტიპია. პირიქით ფიქრობდი რომ მეთქე ეს არის ცუდი, ეს უნდა გამოსწორდეს აუცილებლად. იმიტომ რომ მე თვითონ ისეთ ქვედანაყოფში ისეთ სერჟანტებმა გამზარდეს, რომ მაგას საერთოდ ფიქრიც არ შეიძლებოდა. ეს და რამიდეცი გავუსვა რას მინდა ჰაილაიტად გავაკეთო. მე ხა როგორც ლაშას ამერიკაშიც გაგულია კურსები და უშუალოდ ჯარისკაცებთან ერთად გვიცხოვრია ველზეც, კარავშიც, ყაზარმულ სიტუაციაში მით უმეტეს საზღვაოქვეითები ითვლებიან რომ რაღაცა დისციპლინა მაღალია, მაგრამ მაინც ისეთია რა, ძველმოდური მართლობა აქვს ესე რომ ვთქვა, უხეში. არა, ხა ჯარი ყოველთვის ხისტია, თქონიკი ხა. ხისტი უნდა იყო, სიმკაცრე გჭირდება, დისციპლინის დაცვა გჭირდება, დისციპლინას მარტო თვით შეგნებით ვერ დაიცავ, ცოტა მიშველება ჭირდება, მაგრამ ჩვენ რასაც ვსაუბრობთ, აქ დისციპლინა იყო ქაღალდზე რა, რეალურად ქაღალდზე მაინც იყო? შენ თუ არა, როგორ არა, კი, მაგრამ შენ თუ დისციპლინას იცავ, ხო, დისციპლინას იცავ, უნდა დაიცვა იმ მეთოდებით, რასაც სამხედრო წესდება ითვალისწინებს. თუ წესდება შეცვლილი, უნდა შეცვალო წესდება, ხო? ყოველ შემთხვევაში, ხა შესდომებიც მოგივა, რაღაცაც მოხდება ყოველთვის, მაგრამ შენ ყოველ შემთხვევაში ამ გაგებას უნდა მიყვე, ამაზე უნდა დაეწყო. ეს იყო ყოველთვის ბრძოლა, ხო? იყო კატეგორია ადამიანებისთვის, მაგათთვის დისციპლინა წესდება იყო რაღაცა თვალეთის ქაღალდი შეულებრივად, ხო? ხო, მაგრამ ჩაგვრაზე იყო დაფუძნებული, მაგას ვიზახებ, ჩვენ რომ მივყვანთ რაღაც დონემდე ეს თემა. ჩვენთან ეს ეგრეთ წოდებული რაც ვახსენეთ დედოფშინა, იყო ჩაგვრაზე დაფუძნებული, გადმოტანილი, დამახინჯებული ქუჩური წესებით, რომელიც ნუ ეხა აი დღევანდელი 20 წლის ახალგაზრდა რომ მაგ სიტუაციაში ჩააგდო, ხო, просто ვერ გაიგებს რა. კი. ვერ მიხვდება. და ეგეთი დაახლოებით ეგეთი მე ამერიკაშიც მინახავს ამ საზღვაოქვეითებში, მაგრამ იქ პირდაპირ აქვს მოკლედ ბუტკემპზე რომ მიდიხარ იქ ყვირიან, გაღვიდა, მაგრამ არ ჩაგრავენ, გესმის, იქ თურგუნავენ და ცოტა გადმოტრანსფერება ხდება შენი სამოქალაქო გამოღვიძება ესე რომ ვთქვათ რა. ჯარი ეგ არის ახლა რომ მოქალაქე უნდა გატეხო და მისგან აქციო, მაგრამ არა ჩაგრის. სამწუხაროდ ეს მართვა, ეს ჩაგვრელობა იყო, ღირებულებებზე ფეხის დაბიჯება იყო რეალურად რა. რაღაცა კაცი რო ხარ და ვაშკაცი რო ხარ და არასდროს არ ქონია ეს სიტუაცია რომ ყოველთვის იქ შეიძლება ცოტა ძალდატანებით ისეთი რაღაცა ისეთ სიტუაციაში აღმოჩენილიყავი რომ შენი პიროვნება დაგეჩაგრა, გესმის? ან სხვას დაეჩაგრა შენი პიროვნება. ეს ეხა უკვე მე მოსმენილს გეუბნები და რაღაც წილ ნანახიც ცოტა, ძალიან ცოტა მაგხრი, იმიტომ რომ მე რომ მივედი უკვე აღარ იყო ეს პრობლემა. მაგრამ და სხვა ქვეყანაში რაც მინახავს, მან და არ იყო ღირებულებებზე ფეხის დაბიჯება. მან იყო შენ მორალურად ტეხტნენ, რომ დაგეძინა სამოქალაქო ცხოვრებაში და გაგვიძა ჯარში. ეგ არის სწორედ რომ შენ 1000 მენტალობის ხალხი მოდის ჯარში, 1000 კუთხის, 1000 გაგების, შეგნების და შენ ამათგან ერთი ორგანიზმი უნდა ჩამოაყალიბო და თუ აქ არ იძალადებ გარკვეულწილად, სწორედ მინდა სიტყვა გამიგოთ, ამას ვერ მიაღწევ შედეგს რა, მათ კომფორტის ზონიდან კი არ უნდა გამოიყვანო. ღირებულებებზე არ უნდა იძალადო. ამოაგდო. ხო.
მაგრამ მორალურად ეს ადამიანი უნდა დატო იმ ადამიანად რაც არის მორალურად სწორ ღირსეულ ადამიანს. იმიტომ რომ შენ ხო მებრძოლი ჭირდება, შენ გჭირდება. ჯარისკაცი რომელსაც სამი ეტაპია რა, ხო თორნიკე რა, მოქალაქე, ჯარისკაცი, მებრძოლი, ხო? ამიტომ აქ ვერ გადაახტუნებ. მე არამჯერ ვერანაირ ჩამოყალიბდება მებრძოლად. და ყველას არ შეუძლია. ანუ ეგ არ არის ფორმა რომელიც ყველას ერგება. ხალხს გონია ხოლმე რომ აი რაღაც ისეთი ჩამოყალიბებული სტრუქტურები რომელიც ჯარი არ არის ვითომ მაგალითად თალიბანი ხო? რაღაც ისეთი ორგანიზაციები, რაღაც ბაევიკები, რაღაც ხო. ხალხს გონია რომ ესენი ჰაპ და მებრძოლი შენ აი ამ ორგანიზაციებში რომ მოხდები იქ უნდა ნახო დისციპლინა და იერარქია როგორი შეგშურდება. ბევრი ქვეყნის ტრადიციულ ჯარს არ აქვს აი ესეთი დისციპლინა და იერარქია როგორც მებრძოლ ქვედანაყოფი. ანუ არსად მე არ მინახია რომ მებრძოლი და საბრძოლო ქვედანაყოფი ჩამოყალიბდეს, სადაც არ არიან ჯარისკაცი ჯერ ჩამოყალიბდეს, სადაც არ არის დისციპლინა, სადაც არ არის წესრიგი. ორგანიზაციული კულტურა აქვს, ანუ ამ შემთხვევაში თავად სამის დროში ეს რო განვიხილოთ, ჩვენთან ეს ორგანიზაციული კულტურა არ არსებობდა. კულტურა შემოიტანეს მე ვინც დახვდა ძალიან ცოტა ძალა, პატარა ძალა ესე რომ ვთქვათ, ნერნელა გადაძალა და გაიტანა. თან საზოგადოება გარედანაც ეხმარებოდა რა, ეს არის ხო რომ ბატონო, თუ ამდენი ხანი გვიყურებთ და ჯერ ვიდეო არ დაგილაიქებიათ, რას ელოდებით და ლაიქეთ, არხიც გამოიწერეთ, კონსტიტუციურ ქსელებში გადააზიარეთ, ასე უფრო ბევრ ადამიანს მიწვევით და უფრო ბევრ ადამიანს გავაგებინებთ. როგორი არის ჩვენი თვალით ნანახი ჯარი. და რა შევაჯამოთ, წამს ჯერა და ვხედავ რომ ეს ყველაფერი მეტნაკლებად დამარცხებულია ჯარში. ხო შეგვიძლია ასე ვთქვათ და წესრიგი არის დამარცხება არ ხდება და დამარცხებული არის მანამ სანამ არსებობს ხო სანამ არსებობს ეს კულტურა მაგალითად სწორად ვთქვით ორგანიზაციული კულტურა რამდენადაც ძლიერია იმდენად არის გაწეული ეს იმიტომ რომ საზოგადოებაში გარეთ თუ ხედავთ ქუჩაში ჩვენ არის ეს მენტალობა აუცილებლად არის იმიტომ რომ ის ხალხი შედის ხო მაგრამ ხდება სხვა კულტურა ეხლა დღეს ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია რომ დავუშვათ ისე ღმად შევიდეს ჯარებში და ჯარისკაცი ანუ თავდაცვის სამინისტროში ეს კულტურა რომ დაჩაგროს იქ არსებული და აქამდე თუკი გარეთ ეს სიტუაცია იქნება გარედან თუ სხვა რამე იქნება მაშინ უნდა დავბრუნდეთ იგივე არა გარედან ჭირდება ვერ დაბრუნდები 90-იანებში ბრუნდებით შეიძლება ბევრ რაღაცაში მაგრამ ვიცი ამას ჭირდება სოციალური ფონის შექმნას მაშინ ის ხალხი ახალი ნაკადი ეგეთი მენტალობით შევიდა ვერაფერს ვერ უზავ. კი. მაგაში ეს. ხა წარმოიდგინე 20 წლის სერჟანტი 20 წლის სერჟანტს გულს ხიცი აი წოდება რომ მიიღო ფორმა ჩაიცვა 20 წელი აცვია და ვიღაც მოდის ვინც არ უნდა მოვიდეს ის მე მას ვერ მოერევა. არა შეხო წამოხვედი. ტოვებს. კარგად დავაკვირდეთ ჯარის დინამიკას, ხო? წლებია ვაკვირდებით შე რომ გადინება ხდება კატასტროფული ოფიცრების სერჟანტების ხო კატასტროფა თუ კი ამ ხალხის გადინება მოხდება ხო თუ კი ამ ხალხის მიჩვევა მოხდება მენტალურად რომ იცი რა შენ ეს უნდა იმასაკნა ასე თუ კი შეუშვებენ ქუჩურს და ალტინფოს მენტალობის ხალხს შიგნით იგივე დატრიალდება ნუ ეგ არის ის რაც ვიგულისხმობთ 90-იანებში შენ ზუსტად ისე ვერ დააბრუნებ დღეს სხვა ქვეყანა და სხვა წყობა მაგრამ ეგ არ მიგულისხმე ანუ მენტალურად ვიგულისხმე ეს გამარჯვება არ არის მოპოვებული იგივე სიტუაციები მოხდება იგივე წამალი იგივე 1000 მამაძაღლო პლანის მოწევა იგივე მოხდება იმედი გავიტოვოთ ისეთ რომ არ მოხდება ჩვენ არა რა თქმა უნდა ვიძახი უბრალოდ ბრძოლაა საჭირო და როგორც შენავალ შესმოდი მებრძოლა ჩვენ მადლობას გიხდით რომ ამდენი ხანი გვიყურებდით შემდეგ ეპიზოდში უკვე ვისაუბრებთ გარდაქმნაზე როგორ გახდა ერთ დროს არც თუ ისე პრესტიჟული ინსტიტუცია ყველაზე პრესტიჟული ინსტიტუციაც რომელსაც ყოველთვის მას შემდეგ გამოირჩეოდა ყველა კვლევაში ნდობის უმაღლესი კატეგორიებით მადლობა კიდევ ერთხელ რომ გვიყურეთ დაგვალაიქეთ გამოგვიწერეთ და შემდეგ ორშაბათამდე ნახვამდის ნახვამდის